ეს მე ვარ მალაიზიაში. ახლახანს ოცნება ავიხდინე და მოვედი პეტრონასის ტყუპ კოშკებთან. მაგრამ იბადება კითხვა, რატომ არის კონკრეტულად ამ ცათამბჯენის ნახვა ჩემი ოცნება? ამისათვის ცოტა უკან უნდა გადავახვიოთ. წლების წინ პატარა მე ჩემი სახლიდან ვადევნებდი თვალს ქართველ მოგზაურებს, რომლებიც ზუსტად იმას აკეთებდნენ, რაც მე ასე ძალიან მინდოდა, მაგრამ ვერ ვახერხებდი. ანუ მოგზაურობდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. ყველაზე გამორჩეულად გონებაში ჩამებეჭდა მათი ეს ფოტო, რომელიც გადაღებულია მალაიზიაში. ამას ემატება ისიც, რომ მე ზოგადად გატაცებული ვიყავი მსოფლიოს მაღალი ცათამბჯენებით. სულ იწოდნენ ჩემში აღფრთოვანებას. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ამ შენობამ ჩემთვის შეიძინა ახალი დატვირთვა. ის გახდა ჩემთვის როგორც მიუწვდომლობის, სიდიადის და მოგზაურობის სიმბოლო. მას შემდეგ სულ მქონდა გეგმაში აქ ჩამოსვლა და ამ ოცნებისათვის ხორცის შესხმა. მინდოდა ჩემი თვალით მენახა ეს ყოველივე. ერთ მშვენიერ დღესაც დავფიქრდი და კითხვა დაუსვი საკუთარ თავს. რატომ არ შემიძლია დავიწყო მოგზაურობა ახლა? რა მიშლის ხელს? ადეკვატური უარყოფითი პასუხი რომ ვერ მივიღე, მოვკიდე ზუგჩანთას ხელი, ვიყიდე თვითმფრინავის ბილეთი და ასე ჩამოფრინდი აზიის ამ შორეულ წერტილში, მალაიზიაში. სანამ ცათამბჯენებს ვნახავთ, ჯერ მოდი კუალა-ლუმპურის სხვა სანახაობები დავათვალეელოთ. კუალა-ლუმპურის ჩრდილოეთით მდებარეობს გამოქვაბულების კომპლექსი, რომელსაც ბათუს მღვიმეები ჰქვია. კადრში ხედავთ უზარმაზარ ქანდაკებას, რომელიც მალაიზიაში სიმაღლით უდიდესი ქანდაკება. მისი სიმაღლე 53 მეტრს აღწევს. ის არის ინდუისტური ღვთაება მურუგანის ძეგლი. ამოვედი მოკლედ ამ კიბეების უზედ ნაწილში, ანუ გამოქვაბულის ზედ ნაწილში და ასეთი სურათი არის აქ. ამ ადგილს რელიგიური დატვირთვაც აქვს. აქ არის რამოდენიმე ინდუისტური ტაძარი და ეკლესია. ერთ-ერთ ტაძარში ყოფნისას შევესწარი საეკლესიო რიტუალს. საინტერესო ადგილია რა, ერთ სიტყვით. მოკლედ პატარა ინდოეთში ვარ, მართლა გასაცვიფრებელი არის ასეთი ფერები, ასეთი სილამაზე. ინდოეთში არ ვარ ნაყოფი, მაგრამ ამ ყველაფრის ნახვა მომანდომა ინდოეთში მოგზაურობა. ამ საოცარ ადგილას შემოსასვლელად და არა მარტო იქ კიდევ ნახე ამფიბიები, ქვეწარმავლები და ასე შემდეგ, ცალკე მაგრამ ვიდეო არ გადამაღები ეს. მოკლედ ასეთ განსხვავებულ სივრცეში უფრო ჰინდუიზმის ღმერთების ქანდაკებებთან და ცხოველებთან მისასვლელად აქ არის ბევრი ტბები, ბევრი თევზები, ბევრი კუები, სხვადასხვა სახის ცხოველები. მოკლედ ამ ყველაფერში გადავიხადე 5 მალაიზიური რინგიტი. კარგი და საინტერესო რაღაცა არის. მოკლედ სადღა გავიხედო აღარ ვიცი და ეს ყველაფერი ხდება გამოქვაბულში, ახლა ვარ გამოქვაბულში. ეს მაიმუნები პირდაპირ ქუჩაში გადაადგილდებოდნენ თავისუფლად. ახლა მივდივარ ცენტრალურ ბაზარში. რაიმე ხის რუყიდი და დავაგემუნებ. გავსინჯოთ აბა აქ როგორი ხილი აქვს. ზოგადად
ტროპიკული ქვეყნები გამოირჩევა ჩვენთვის განსხვავებული ხილის სიმრავლით. მაქვს სურვილი ყველა მათგანი გავსინჯო. ახლა აგერ მოვადექი ერთ კაცს და მოკლედ ახლა აქ ვიყიდი. რაღაცა უცნაური ხილს იყიდება. Hello. Hello. So, what is this? What is This it? one is snake skin fruit. Snake skin fruit. Snake skin fruit. This one looks like the snake skin. Ah, Right? okay. Snake skin, so like the taste and pineapple. Okay. You know pineapple? Yeah, I know Yes. pineapple. Like the So it's similar sweet. like the It's sweet. Yes. აბა გავსინჯოთ ახლა. And what is this? This one rambutan. Rambutan and the hair. So the hairy fruit. Okay, here This one hair. Is it sweet? Yes, like the sweet, like the taste and like the lychee. Okay. მოდი პირველ რიგში გავსინჯავ ამ გველისკანიან რაღაცა ხილის სახელი დამოვიწყდა. როგორც მითხრა, პირდაპირ იფრთხნება, გავწყვეტ აბა. ой, ასეთი რაღაც არის. გემრიელია. ანანასის გემოს გავს ის. ახლა დავაგემოვნოთ უკვე მეორე ხილი, აი ეს გამოიყურება. ეს პროდუქტია და გემრიელია. არა, ორივე კარგია, მაგრამ ეს უფრო საინტერესო. ამჯერად პატარა ჩინეთში გადმოვინაცვლოთ. ეს არის თიანჰოუს ტაძარი. საოცრად ლამაზია. ჩინური ზღვის ქალღმერთის მაზუს სახელობის. პატარა ინდოეთი ვნახე, პატარა ჩინეთი ვნახე. მოკლედ საოცრად ერწყმის ამ ქვეყანაში, მალაიზიაში სხვა რელიგიები და სხვა კულტურები ერთმანეთს. ნახეთ რა ლამაზია. რთული ასეთ დახვეწილ ორნამენტებს და სილამაზეს აკვირდებოდე და არ მოინუსხო აქაურობით. სახურავზე დააკვირდით დრაკონებს. აი, ისეთი ადგილია ჩინეთში მოგანდომებს მოგზაურობას. ტაძარი ასე გამოიყურება შიგნიდან. ეს უკვე ტაძრის უკანა მხარეა. აქაც ბევრი ქანდაკება გვხდება ჩინური კულტურიდან. ეს კუალა-ლუმპურის ღამის ბაზარია. ვაგრძელებ ისევ ხილის დაგემოვნებას. ახალი ხილის პარტია მოვიდა. ამას როგორც ვიცი ქვია dragon fruit, ანუ დრაკონის ხილი. როგორი ხსნება, როგორი ჭმევა აზრი არა ვარ. ახლა უნდა გავარკვიო. ჩემი ცოდილობისგან დაიტანჯნენ აქ, ვიღაცამ დამინახა და მომეხმარა გაჭრაში, დანით იჭრება, თურმე ხელით ვერ გაჭრეს ესე იგი. მაგრამ მაინც არ ვიცი როგორი ჭმევა რა. მე მგონი ალბათ პირდაპირ უნდა უკბიჩო და კანი დარჩება ალბათ გარეთ. კაიგი მოგ. კივის გემო, რაღაც კივის გემოს გავს. მიუხედავად წვიმისა, ნახეთ მაინც რამდენი ხალხი მოძრაობს. ხილი კარგია, მაგრამ დროა რაღაც აქაური და ადგილობრივი საჭმელიც გავსინჯო. შეუკვეთე ტრადიციული მალაიზიური საჭმელი, ქვია nasi lemak. მედია ყველაფერს სუფთად და კარგად აკეთებენ. ძალიან არ მიმდის გული, მაგრამ აინტერესებს გასინჯვა და უნდა გავსინჯო მოკლედ. აი მოიტანეს კერძი ასე გამოიყურება. მოკლედ გავსინჯავ ეხლა რა. ბრინჯი გაიგემრიელია. მაგრამ მწვანეფერის რატო არის ვერ გავიგანო. საიდან მიიღეს მწვანეფერი? მოკლედ კაი იყო. ყველაფერს ერთმანეთს შევაურევდი, ერთმანეთს მოვუხდა მოკლედ რა. ახლა კი აგერ დავაყოლებ დესერტს, დავლევ წვენს. თუ გინდათ ასეთი ვიდეოები კიდევ ვიხილოთ, მოიწონეთ ვიდეო და არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა. მოდი, ორი სიტყვით გეტყვით ჩემს შთაბეჭდილებას ამ ქვეყანაზე. ალბათ ამ ვიდეოს ნახვამდე ბევრს გეგონათ, მალაიზია მხოლოდ ჯუნგლები იყო, სადაც გარეული ცხოველები და ველური ტომები ბინადრობდნენ. მაგრამ აქ თურმე არის სამყაროს განვითარებული ცივილიზებული ნაწილიც. ჩემი აზრით, ერთ-ერთი მოწინავე ქალაქია კუალა-ლუმპური და სხვა მეგაპოლისებს არაფრით ჩამოუვარდება. საინტერესო სანახაობებით.
და მოწესრიგებული ტრანსპორტით. ასევე მალაიზიაში უმეტესობა მიცის ინგლისური და ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს უკანასკნელი მოგზაურობისას ყველაფერს უფრო კომფორტულს ხდის. ეს არის მსოფლიოში სიმაღლით ნომერ მეორე ცათამბჯენი. ჩამორჩება მხოლოდ და მხოლოდ ბურჯ ხალიფას. ეს 118 სართულიანი ნაგებობა ქალაქის ყველა წერტილიდან მოსჩანს. და აი ისიც მეგობრებო, კუალა-ლუმპურის და მთლიანად მალაიზიის გამორჩეული ნაგებობა პეტრონასის კოშკები. 1996-2004 წლებში მსოფლიოს უმაღლესი ცათამბჯენი, ასევე დღემდე მსოფლიოს უმაღლესი ტყუპი ცათამბჯენი. მოვედი იქ, სადაც ასე ძალიან მინდოდა მოსვლა. ზუსტად იმ ცათამბჯენის წინ ვდგავარ, რომელიც ჩემთვის მუდამ იყო აღფრთოვანებისა და მგზავრობის სიმბოლო. ადრე არ ვიცოდი რა გზით შემოსულიყავი აქ და არც იმის გამბედაობა მქონდა, რომ იმ ჩემი მაინსპირებელი მოგზაურებივით იგივე გამეკეთებინა. მაგრამ გავიდა დრო და ახლა აქ ვარ. პატარა საბა გავახარე. ვინ იცის, იქნებ ეს პირველი და ჩემთვის ყველაზე სარისკო ნაბიჯი რაღაც გრანდიოზული დასაწყისია.